ამ წუთებში შალვა ნათელაშვილი აკეთებს განცხადებას, ერთად მოვისმინოთ რისი თქმა სურს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს. მეგობრებო, 1122 წელს, როდესაც დიდმა დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა თბილისი არაბი დამპყრობლებისგან, 400 წლიანი მათი ბატონობისგან, ის ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ 900 წლის შემდეგ საქართველოში ტერი შემოაგზავნიდა ჩარჩ ვაჭარ სოლდაგარს, რომელიც საქართველოს კვლავ ჩააგირავებდა არაბულ ლომბარდში და გუშინ თელმა საქართველოს მიხილა ამ მოღალატეობრივი პროცესის მნიშვნელოვანი დაგვირგვინება, როდესაც ოლიგარქი ტირანი თავის სასახლეში შეხვდა ემირატების პრეზიდენტ ნაჰაიანს, სადაც საუბარი იყო უკვე არსებული არაბული დასახლებების გარდა კიდევ ორ უზარმაზარ არაბული ქალაქის აშენებაზე თონიჭალაში და გონიოში და საქართველოს მარტო აემ ერთ ოპერაციაში ბიძინა ივანიშვილი ყიდის 6 მილიარდად და ამას ეძახის ინვესტიციას. ღალატის უპრეცედენტო სტადიაში ვართ. ალბათ არავინ დაიჯერებდა, რომ ქართველობა დავრჩებოდით ნახევარზე ნაკლები ივანიშვილის გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგად, ხოლო ჩვენ ადგილს აქ დაიკავებდა არაბულ, აზიურ, აფრიკული ეთნოსები. ეს დღე დადგა სამწუხაროდ. მე ვაფრთხილებ არაბული ქვეყნის პრეზიდენტებს, სამშენებლო კომპანიებს, საინვესტიციო ფონდებს. რეჟიმი ძალიან მალე ჩამოემხობა. შესაბამისად, ყველა მოღალატეობრივი აქტი, რომელიც დაიდო აი ამ სხვა ეთნოსების ჩამოსახლებაზე საქართველოში გაუქმდება, ჩადებული ინვესტიციებს წყალი წაიღებს, ბიუჯეტში დაბრუნდება და მიიღებთ უდიდეს ზარალს. ამიტომ შეაჩერეთ, შეწყვიტეთ ყოველგვარი საკონტრაქტო ურთიერთობა მოღალატეობრივ რეჟიმთან, იმად, რომ საქართველო იქნას დასახლებული უცხო ტომელებით და თითქოს არ ყოფნიდა ის, რომ ბაზალეთი, წეროვანი, გოროვანი, წილკანი, ლისი, ჯუგანი, ბათუმი, თბილისის უმნიშვნელოვანესი უბნები უკვე არაბული დასახლება, უკვე მილიონზე მეტია აზია-აფრიკიდან შემოსული უცხოელი, თითქოს ეს არ ყოფნიდა და გუშინ კიდევ ივანიშვილმა თელ მსოფლიოს აჩვენა მოღალატეობრივი აქტი და აი ჩემს უკან აი აქ რუსთაველზე კინოთეატრი რუსთაველი ყველას გახსოვთ, რომელიც ახლა რემონტშია და სწორედ გუშინდელი მოლაპარაკების შედეგად ოლიგარქ დიქტატორთან, არაბთა ემირატების პრეზიდენტისა გადაწყდა, რომ აი აქ იქნება ოფისი არაბებზე ქართული მიწების ხიდვის და საქართველოში არაბული დასახლებების გაშენებისა. აი აქ რუსთაველში, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა და რომელიც ყველას გვახსოვს, როგორც დიდი ქართული კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი. და აი ასე ყიდიან საქართველოს. აი ესე ნაწილ-ნაწილ, ასე მთლიანად, ასე სოფელ-სოფელ, ასე ქალაქ-ქალაქ და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ პროცესს ასე უყუროთ. ყოველი დღე რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნისა არის დაკარგული საქართველო, დაკარგული სოფელი, ჩამოსახლებული უცხო ტომელები 10,000-ობით, 100,000-ობით, გაქცეული მკვიდრი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს უსმენთ.